მოიცა მე ავიღებ. დაუბრუნეთ ერთი მაგას მაგ ფული და მე მავიხიეთ ორი ბილეთი. მეუღლე როგორ აკეთებს? ბავშვები ალბათ სკოლაში დადიან. ისინი კი დადიან სკოლაში, ოღონდ შენ ეს ხელი აიღე აქედან. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინ აიღებს? შენ თუ საქმეც იმაშია რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ აიღებს და ამიტომაც ავიღებ. შეინახე აქ ფული თუ ღმერთ იქცავს სხვა დროს გამოგადგება. რა არ გამოგადგება? ვითომ რა გინდა ახლა მაგითითვა? დიდი უცნაური კაცი ხარ ღმერთმა. ო რა ახლა ვითომ ჩემი ფული არ ფულობს თუ რა? იქნება არც მე მაქვს შენზე დავლები ფული. მე არ ვიცი შენ რამდენი ფული გაქვს შიგაში. მე ვიცი მე რამდენიც მაქვს. სხვათა შორის მე რაც ამაქვს პატიოსანი შრომით ამაქვს ნაშოვნი. მოიცა. შენ რა ჩემი ფული ნაკურდალი ხომ არ გონია? პავლე ღმერთმანი ვერ გავიგე რა გინდა ჩემთან. აი ბოლომდე თქვი რისი თქმაც გინდოდა თუ ვაშკაცი ხარ. არ შემაშინო ახლა ერთბაშა. არ გეშინია ხო? ჩამოიგე. Abicik, gel. რადიოს ჩაწერა მაქვს. გამანთავისუფლოთ, მე ჩემო ტარფერი არ გაქვს. კარგი. მადლობთ. მოიცა. გაჩერე. აი მაშინ ჩვენი გმირი ცეროდენა გაბედულად თავიდან ხარაშო აი მაშინ კი ჩვენი გმირი ცეროდენა გაბედულად გაეკიდა წყლის ვირთხას ისმის და ვირთხას და წითელ ბიბილოიანი მამლების შეძახილები კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მატებდნენ ჩვენს გმირს ნირბის წყლის ვირთხა ჭაობზე მისდევს მას ცეროდენა ჭაობზე წვანე ბაყაყები კი მხიარული შეძახილებით ესალმებიან ჩვენს პატარა გმირს თუ შეიძლება ურიგოთ გამატარეთ ტელევიზიაში მაგვიანდება. მოგზავნით. მადლობთ. აი ჩემი პასპორტი. მადლობთ. მოდის ვიხდით დიდი მადლობა.
გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. თქვენი სტატია მინდვრის თაგვებზე დაიწუნა რედაქტორმა. ინფორმაცია ახალი სკოლის გახსნის შესახებ წავა შემდეგ ნომერში. მადლობთ, კიდევ მოვიტანე ერთი სტატია ტელეფონებზე. ეს გახლავთ ფელეტონი ლექსად. ავტომატიზაცია. დატოვეთ და ვნახავთ. მადლობთ, კარგად ზენდებოდეთ. კარგად იყავით. Это наш зять. Великий русский писатель Александр Сергеевич Грибоедов. А наша грузинская красавица Нино Чавчавадзе на могильной плите написала поэту: «Ум и дела твои бессмертны в памяти русской. Но почему пережила тебя любовь моя?» Хотите, я вам прочту монолог Чацкого? Пожалуйста. Давай! Безумным вы меня прославили всем хором. Вы правы. Из огня тот выйдет невредим, кто с вами день пробыть успеет, подышит воздухом одним, и в нем рассудок уцелеет. Вон из Москвы, сюда я больше не ездок. Пойду искать по свету, где оскорбленному есть чувств уголок. Карету мне! Карету! Ну вот и все. Спасибо за внимание. Вам на обед, а я на киностудию. Можно вас на минутку? Да, пожалуйста. Сейчас 2 часа у меня съемка, а вечером мы встретимся. Договорились? Хорошо. О, მართლა. დავიკითხე თქვენი სტატია მეყვავილეებზე. რაც მართალია, მშვენიერი სტატია. Gracias. ძალიან საჭირო სტატიაა. მთელი დღე არ ვიხარ ამ ინფორმაციებზე და რაღაც გროშებს გიწერე. ისე ჯერჯერობით შექსპირი არც ერთი არ აქვს. გულია, აგერ ბატონო ჩემი პასპორტი. მადლობთ. კარგად ვიყავ. კარგად ვიყავ. სადა ხარ მათვილ ვაკამდე? ბუდიში ბატონო. Damian Algets, Legbabim Glisani, Isiana, Chauria Shamon Trisani, Artalia, Eurisis, Vidalwaret Magram Cartulid, Russia, Eins Prialeps, Russia, Russia! Huh? Kurchulo! Body, Radaris, Body! Asal, what are they? So you can't say, Kalamad and Takai, and the Jarrison is a child. She's a come on, what does she let? Don't wait. She lives us. I thought us. Oh, I said, what about Rogaris? Sadari, Sazon Chiki! Modis, Tabolos. As a giving him, tell me, solid, good,
პილჯვარი. ხომ გესმის პატივცემული რეჟისორი რაც გელაპარაკება. სისხლი ნუ გამიშლე. შენგენაც თავიდან აღარც თავი მაქვს, აღარც ხმა მაქვს. გაგონილა ბატონო, ვინ არის ეს კაცი გამაგებით? აბა, ყურადღებით, მოემზადეთ, გადით გვერდზე. წამოდით. დაემხეთ. ასე ხელი მაგალაძია ბიჭო შენ. ჯოხი კი არ გიჭირავს, ხმალი გიჭირავს ხალხი. ასე, შემართებით, წადით, უკან. მოემზადეთ. მაგალაღება იწყება, ყურადღება, აპარატი მომზადეთ. აბა ქალები. ჯუგი, ქარგო ჩართე. პირველ ჩემთა სახილზე წითლებში რო ხართ. ესე იგი გვერდზე გამოხო. თამრიკო, ნომერი. მეორე ჩემ. თამრიკო, სადი კარგები შენ. ცოტა დამელდასი რა. Приготовились? Мотор 866. Ага. Каргия, წავდით. Цин! Сом შობლოს. წავდით, წინ. წამოდით. Stop. Stop. გადავიტანეთ მზერა მარჯვნივ. გადმოვიტანეთ მზერა მარცხნივ. ასე მოვარდებით მოვთ. არ გამოჩენილი წინ მე ერთი თხოვნა მაგმეთქვეთ აპარატში ნუ იყურებით რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ აპარატში ჩახედვა არ შეიძლება გადაიტანო მე მარჯვნივ და აპარატში შეხედა კი ბატონო ხო ესე იგი წითელ კაბინეტის შემდეგ არა მეორე მხევალი იტყვის ბატონო არ არის ეს პარისაკი აბა საპაც ნომერი აბა ყურადღებით აბა ხო წამოვედით ქალები ხარ გასმით გადამრევ როგორი წადით უკან რა არის უკან წადით უკან არ არის საქარავი რომ მიხედოთ ამას გადამრევ ნაირა ყავა ქალები ყურადღებით ნომერი. თამრიკო ნომერი დროზე თამრიკო, ნომერი. წამოდით ენერგიულად ხო мотор есть უღურეთ Стоп. Пленка кончилась. და აი გაუგიშდები არა ასე საქმე არ გამოვა მოდი გასაგებია ბრიყო შენა გახარ ხესავი რაინდი ხარ ბოლოს და ბოლოს უნდა იცოდე შენ მომნევ ამას როგორ იქნება კაცს უნდა თავისებური მოქცევა თამაშს მომიცი მე ფისასული აბა როგორ შეიძლება ასო აბა ყურადღებით არ ჩვენ მოდი ხარ კარგად ასე ხომ შეიძლება მოდი ხარ მოგასწლაჩი მისი გასაგებია აბა მოემზადეთ დავიწყოთ ყურადღება თავიდან არა ბოლოდან რა შეგითხოვა ეს თავიდან აბა საიდან აბა ყურადღება მოემზადეთ ყურადღებით ნომერი მოემზადეთ мотор Стоп. რა მოხდა ზიარ არის გავგიჟდები ბატონო რა მოხდა მოიწვიეთ და მიმზანით ვინ არის ეს კაცი რაც გადამეკიდა აბა ზია მოდის დამანერე თავი ბოდიშ წვიხი თუ შეიძლება როდის გადამიღეთ მაგვიანდება მითხარ 4 საათი არ ჯერ მოასეთონო ცოტა ხანი მოიწვიეთ და გადაგიღე საათი თეატრში აბა რა ვქნა მე როგორ მე არ მეჩქარეა ბატონო გადაიღეთ გასის მადრეთ ბატონო აღარ შემიძლია მეტი მადრეთ შენი ჭირი მე მომაში აღარ შემიბრალეთ ბატონო აღარ შემიძლია კაცო აი მე მინდა აი ასე ხელფასები ახლოს ესე რომ გამოვიდა. ამიტომ არ მინდა ბატონო ზემოდან ეს აპარატი დაზდი მიწაზე რა იცით ეს ოპერატორება კაცი გელაპარაკება კაცო როგორ გარგა ზემოდან არ მინდა აპარატიო მოიწვინეთ ბატონო დაანებეთ თავი. თქვენოდ გადავერგავთ ჩვენ ამ სერა მოდი აქ ღმერთო რა დაგიშავე რატომ გადამკიდე ამ კაცს
რა დროს ფულის დარიგება? რა არის ბატონო? ჩავიდა ეს მზე. როდის განავიღოთ? კაი, მე მიწევ. რამდენი შეიძლება ყველა მიიღებ, გადაგან შემდეგ. ბადირცელა, ბადიში რომ გაწუხე. თუ ზრდალობა დარჩა მართლაც, მინუტის გადანიღებთ. მადროეთ ბატონო. გადამაყლობეთ ეს ფსალი. გაგონილა ბატონო ასეთი. მიმზანით სადახანთ ეძავით. დამახჩვენ კაცო და ეს არც აბა დავიწყოთ. გამოდი ხოშე, გამოდი. ჩქარა, ჩაიღვიეთ. ჩემო სიცოცხლე. კარგია. რაუნდ ამ კაც კადრში. მომაშორეთ ეს კაცი. ალიკ. გასაგებია? აბა, მე ენერგია ცოცხლად. აბა, დავიწყოთ. ერთი. სტოპ. აბა. რაში საქმე? რა დროს ხუმრობა? გაგიჟდით რა დროს ხუმრობა? ზიამოდის. აბა, ყურადღება. ნომერი. თამრიკო. ნომერი სად არის? სად არის თამრიკო? თამრიკო. არის თამრიკო. დადაგა გოგო. თამრიკო, სად არის? მოძებნეთ ახლავე. თამრიკო. რაში საქმე? თამრიკო. ეს არის მე. სად არის გოგო შენ? სულ შეძებნებს უნდა ვიყო. აბა როგორ შეკარა გაგტავში? ასო დრუგეს მიჭები და დარბიხარ ზემ თქვენ. სულ მოხსნი გაგაგდებ ჯგუფიდან. ბადირცემ. ჩემს გადაღებას თუ მოასწრებ დღეს. კარგი რა. მოიცადე. ნუ შემჭამე ადამიანო რა გინდა ჩემი პრობლემა. რაც გადაიგინე კაცო ამკაც. დაგვენებე რა თავი. დაწმანდი, შენ დაწმანდი. მაშა! გასაგებია? დაიჭეს ხმალი. დაიხე თუ დაიხე. აბა მომსადეთ. ნომერი. არგინა თარა. მომსადეთ. ნომერი მოიცადე. რატო? გრუბელი წამოვიდა. ხომ არის ბატონო? რა ვქნა ჩავდა ფაშუკია. არის და რა ვქნა? ვერ დაამონტაჟებდა რა თქინდა? არა. გავგიშდები. გონი გამოდის. მომსადეთ. მოტორ! გაცხოველებული ბურთალა. რატომ არ გესმით ჩემი? ჯერ განზე უნდა გავხდეთ. განზე. ასე, ახლა შემოვარდი მე. აბა მიგულეთ. აბა, გამომართვით. რომელ გზადდებოდეთ ჩემს გადაღებას მოასწრებთ. ეხლა თავი დამალები და თუ გადავრჩი შენზე დავდგავ სურათს. მაპატიეთ რომ სამსახურში გაწუხებთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არის. და ბოლოს ქუჩაში ხომ არ დაგიხდებით? თქვენ არასოდეს არ ბრძანდებით სახლში. დაბრძანდით ქალბატონო, რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ მე გახლავართ თქვენი მეზობელი. სასიამოვნო. ხომ ერთი სართულით დაბლა. ახლა ხან გავაკეთებინე რემონტი, მაგრამ საქმე ამაში როდია? ერთი თვის განმავლობაში თავზე ვადექი მუშებს. საკუთარი ხელებით ვაზავებდი საღებავების ღმერთო ჩემო რამდენი ვიწვარე. თქვენ კი მთელი შრომა წყალში ჩამიყარეთ. მე რა შუაში ვარ? თქვენგან, ესე იგი მეხუთე სართული და ჩემთან მეოთხე სართულზე 5 ადგილას ჩამოვიდა წყალი. ბოლოს და ბოლოს თუ ფული არ გაქვთ, სამოთხალოდ მე მოგცემთ. ფულს დაიყიდეთ ერთი ონკა. თქვენ ბაზარში ხომ არ გონია თქვენი თავი? რაო? ეს თქვენ გაქვთ საქმე ბაზრის კულუარებთან. როდის მიიღეთ ბინა? რა თქვენი საქმეა? თქვენ იცით რომ იმ ბინაში ერთი ღამე არ გაგიჭირეთ? როგორ მიბედავთ? ვთქვით, თქვენ არც ერთ მეზობელს თვალით არ უნახი ხართ. მიიღეთ ბინა და დაკეტილი გაქვთ. მაშინ როდესაც ამდენი ხალხი უბინაოთა. ქალბატონო, რა თქვენი საქმეა დაკეტილი მაქვს ბინა თუ ღია? ცხოვრობ ბინაში თუ არა? თქვენ იცით ვის ელაპარაკებით? თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. თქვენ გეტყობათ, არც გაზეთებს კითხულობთ, არც ჟურნალებს ათვალიერებთ, არც კინოში დადიხართ, არც სპექტაკლებს ესწრებთ. გაზეთებსაც ვკითხულობ, ჟურნალებსაც. კინოშიაც დავდივარ, სპექტაკლებსაც ვესწრებ, მაგრამ თქვენ არსად არ მინახიხართ.
ძალიან საინტერესოა. ასეთი უკულტურო და გაუნათლებელი ადამიანები როგორ აღწევენ ამ თანამდებობებს? როგორ უძღვებით ამ მითხარი გენძალე რა ქვია ერთიან დაწესებულებას? ნიბრძანდით გარეთ და წაიკითხეთ. მე თქვენ ამ ადგილს დაგაკარგვინებთ. არ შემაშინოთ. მოურთავს აქ შესანიშნავა თავისი კაბინეტი და იქ ყოვლა თუ ვარგისი საქონელია ჩაწოლილი მაღაზიებში. სხვათა შორის ჩვენი საქონელი საზღვარგარეთ იგზავნება. აი ნახეთ, რამდენ მადლობის წერილებს ვღებულობ ანგეთიდან, იტალიიდან, სოციალისტური ქვეყნებიდან. აი თქვენი მადლობის წერილები, აი ირებეთ. მე თქვენ დაგაპატიმრებთ. ნახოთ, ვინ ის დააპატიმრებს. ნახოთ. ნახოთ. ბრძანებთ. ბერანჟე ჩემი საზრით ბაზრის შანსონია, მეტი არაფერი. მე თქვენ არ გეთანხმებით. ძალიან გთხოვთ სწორად გამიგოთ. მე მართალი გითხრათ მიყვარს ბერანჟეს კითხვა. მაგრამ როცა ლაპარაკია ბოდლერზე, ბოდლერი სულ სხვა. გამშვენივრად ერწყმის მისი ღრმა პოეტური აზროვნება ფორმის საოცარ სიფაქიზეს. ანდა როგორ აღიქვამს სამყაროს ნასხმებში. მართალი გითხრათ მეძნელება თქვა პოეზია ეს თუ მუსიკა. Que j'aime voir cher indolente de ton cœur si beau comme une étoffe vacillante miroiter la peau. დაპირება ხომ არ დაგავიწყდათ? ფიქრობ არ მეტყობა სკლეროზის ნიშნები. დღეს საღამოს მე თქვენ მოგიტანთ ბოდლერის ლექსებს. იცით უნიკალური გამოცემაა. ერთმა ჩემანაცნობა ჩამოვიტანა პარიზიდან. კარგია რომ გასაფხულია. ამ დროს ბოდლერი აღიქმება უფრო ნუ თომას აქვს მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, აქვს დიდი მნიშვნელობა. გასაფხულზე ჩვენში იღვიძებს ის რეფლექსები და საერთოდ არა, კომპლიმენტად მუჭათულთ, რასაც გეტყვით. თქვენ ბოდლერის სულის ქალიშვილი ბრძანდებით. პირველად მესმის მე მგონია თქვენ ცოტა საჭარბი. არა, ოდნავადაც არ ვაჭარბებ. თქვენი ბუნება ახლოსაა ექსტრავაგანტულ ფრანგის პოეზიის სულთან. სამწუხაროდ მე აქამდე არ ვიცი თქვენი სახელი. მარც მე ვიცი. მე მქვია ნუგზარი. მე ლილი. იცით, თქვენ ძალიან საინტერესო ბედი გაქვთ. თქვენს ხელის გულზე მე ვხედავ, რომ თქვენ შეგიძლიათ ხელის გულზე მკითხაობა. რა თქმა უნდა, დიდ ხირომატად არ მომაქვს თავი, მაგრამ ერთ დროს გატაცებული ვიყავი. რა საინტერესოა. აბა მითხარით, რა მომელის? აი ეს ხაზი სიცოცხლის ხანგრძლივობის ხაზია. უყურებთ! ხლავდი! რა ქერი ბიჭო, მოიტანე შარდი. მე აგერ ზივარ, ველოდები, ეს დამდგარ აგერ და უსაიფოს. ამოდი ბიჭო, მაგი. ესა ბიჭო, როქი, ამ თუში გემისა და მევტა რა. გადია, მოდი. რა ბიჭო ესა? ჯერ არ მოიტანე, თუ მოიტანე უსაშველოდ. ჩაბარე ბიჭო იქა. სენია, მომიტანე ბლანკები. ლუგა, ამას ერთი ცნობაზე უწერ. რა ვუყოთ კოჭაძეს? რა უნდა ვუყოთ ბატონო სულელია? სისულელისათვის ვერ გავრიცხავთ. არ გვაქვს მაგის უფლება. გადავიყვანოთ მეხუთე კლასში და ისიქ. გადავიყვანოთ. გადავიყვანოთ.
ვიყვანოთ, მაინც არაფერი გამოამისგან ისეთი სულელი. რა ვუყოთ ამ კოჭაძეს, ა? რა უნდა ვუყოთ? გადავიყვანოთ მერვე კლასში და ის იქნება. მაგ სულელისგან მაინც არ გამოვაგაც. რა ვუყოთ ამ კოჭაძეს? რა? რა უნდა ვუყოთ, ბატონ? რაც 10 წლის განმავლობაში არაფერი შეუვიდა თავში, ახლა რა ეშვენება ვითომ, ა? მიეცით ატესტატი და გაუშვით. ეხლა მოისუნთქოთ ერთი მაგ სულელისაგან. რა უყოთ კოჭაძეს? რა უნდა უყოთ? დადგენილი სულელი. მიცე დიპლომი და წავიდე სადაც უნდა. რა უყოთ ამ კოჭაძეს, ა? ირცეთ ხარისხი. ვის რა დაუშავდება ხელფასი რომ მოემატოს სიმსვლელი. რამ გაგაცხარა ნინიკო ასე? რადა სერაფიონ კოჭაძის დისერტაციაზე რეცენზიის დაწერა დამავალეს. ხედავ ძალიან გავს კიკნაველიძის ახლახან დაცულ სადოქტორო თემას. მე მართალი გითხრათ შემეცოდა და მსვლელობა რომ ისწემოდა შრომას პირველ ორ გვერდზე დადებითი მოსაზრება გამოვთქვი. დანარჩენ გვერდებზე გავაკრიტიკე და დავასაბუთე, რომ შრომა ფუნდამენტალურ გადაკეთებას მოითხოვს. კოჭაძეს აუღია ჩემი რეცენზია, პირველი ორი გვერდი შეუსწორებია. დანარჩენი გვერდები საერთოდ ჩამოუშორებია. ჩემს მაგივრად მოუწერია ხელი და ასე გაუგზავნია დასამტკიცებლად. არა ამ საქმეს მე ასე არ დავტოვე. დაანებე თავი არღის მაქს სულელს ჯამდენი ამბისად. რაზე მიეცით კოჭაძეს ასე უმართებულოთ ჩემი ლანძღვის უფლება? რატომ არაფერი უთხარით? რა უნდა უთხრას მაგას კაცმა? სულელია. არა როგორ გაბედა ისეთი ცილისწამება და ასე უდიერად ლაპარაკი? რატო წახვედი? იქ რო ყოფილიყავი ამდენს ვერ გაბედავდა. იმიტომ წავედი რომ ჩემი რეცენზია რატომღაც არ წაიგითხე და მე მართალი გითხრათ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. რას ბრძანებთ ბატონო? მე გარკვევით ჩამოვაყალიბე რომ კიკნაველიძის სადოქტორო დისერტაციის შემდეგ არ შეიძლება ამ თემის ასე გაშუქება. და იქ დავძინე რომ თავიდან ბოლომდე უნდა შეცვლილიყო. მე ხომ შეცვალა? არაფერი არ შეუცვლია სათაურის მეტი. და რა უფლება აქვს? არამეცნიერულს რომ უწოდებ ჩემს შენიშვნებს. აუში კაცო სულელია. იქიდან მაგას გამოვეკეცი და აქ კიდევ აღარ მოვიცილე. როგორ მიეცით სადოქტორო ხარისხი? მე შავი ჩაუგდე და 20 კაცმა მაინც მითხრა შავი ჩაუგდეო და ხმები რომ დათვალეს. 3 აღმოჩნდა წინააღმდეგ. იმ 3-დან 1 მე ვიყავი. ყველა ასე ამბობს. ახლა გწვენიათ მაგრამ მიეცით ხომ? დამაცადოს მაგა. თავი დაანებე გეუბნები. ჭკვიანი კაცი ხარ და რაში გამოგადგება იმ სულელთან ჭხუბი? ვისი ლექცია გვაქვს ახლა? სერაფიონ კოჭაძის. ორი საათი რა გაუძლებს მაქსულებს? წამო. დიდი მეცნიერი დავბარგეთ. რა მოვიდა საწოდავსა? სერაფიონ კოჭაძის აკადემიკოსად გასვლა ვერ აიტანა. ფაქტმა და რას მეუბნები? ღირდა თავის მოკლა იმ სულელისთვის? რა შობი შავიზდანო შენ? მოგრე შეერთი ამას. მოსულებ ხოიცა გამატარა. ვაი შენს პატრონს უბედოს. ერთი სიგარეტი მომესხია. რომარაფერი გეწყინა. არა, ვინც რა. შენე ბიძა. მოდი აქ. მე? შენა ხო? მოდი. რა იყო? იცი რა? კუნთები დაბერე. ბატონო? კუნთები დაბერე. ოჯო. სადახა როგორ აქვს?
რამდენი ხანი არ შემთხვევით. ელენა რო შევიყავე. ბა გოგონა. როგორ ბეთოს? კაცო, გაეციგით ხელე. მაგ დამანი გემუდარები და ჯიქი. და ბოგმა კლიენტი ხარ? არ გწვენია შეხედე ერთი რას გავს ამას და ლაპარაკება კაცი. აპატიეთ. გუშინ ცოტა მთრალე ვიყავი და არაფერი აღარ მახსოვს. თავისუფალი ვარ? მიბრძენით. მე მაგის კი არა, ერთად 10 კაცის არ მეშინია. მოვიდეს ვისაც უნდა და სინჯოს. მაგრამ ასეთი ლეკვი რომ არაფრად ჩაგაგდებს, ესე იგი დანაუდებს ჯიბეში. სოლი რომ ყოფილიყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა ეგ გარეწარი. მოქალაქეებს ვახტანგ პეტრეზზე სალარიძეს, გრიგოლ არჩილისძე გომელაურს და გურამ ერასტისძე კობერიძეს ედებათ ბრალი მასში, რომ ამა წლის 19 ივლისს დღის 3 საათზე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფებმა პასუხი არ მოსთხოვეს რობერტ ხარიტონის ზემემსაძეს, რომელმაც სხვადასხვა სახის შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ბატონო, აბა ერთი კოლოს პატრიოტიზმის მომაყლევინებდი თავს. სამივე ბრალდებულს მიესაჯა თითო წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ამხანაგებო ჩვენ საპარფიუმერიო ფაბრიკას გათვალისწინებული ქონდა 14057 მანეთის საერთო პროდუქციის გამოშვება. გეგმა გადაჭარბებით 108.7%-ით შესრულდა, როგორც ფულად გამოსახულებაში, ისე რაოდენობრივად. დაინერგა TTB აპარატზე ელზროვის მიღება. ავტორი რამინ შხენტი. მუშათა მომზადებისა და კვალიფიკაციის საქმეში ადმინისტრაციამ გადაჭარბებით შეასრულა თავისი ვალდებულებები. განსაზღვრული იყო 81 მუშისათვის კვალიფიკაციის ამაღლება. კვალიფიკაცია აიმაღლა 88 მუშაკმა. დროულად მომზადდა შენობების ზამთრის პირობებისათვის. ბ. ჩატარდა წლის დასაწყისში განმეორებითი ინსტრუქტაჟი ყველა მუშაკის მიმართ. გ. სპეცმუშაკებმა ჩააბარეს ტექ-მინიმუმი. დ. უფასოდ გაიცა რიგ საამქროებში სპეცდასაცმელი. ე. ჩატარდა საუბრები და კონსულტაციები. ვ. სამუშაო დღეებში მავნე საამქროებში წარმოებს რძის გაცემა. კულტურული მომსახურეობის სფეროში მდგომარეობა საგრძნობი სტაბილურობით გამოირჩევა. ჩატარდა 11 ლექცია. შედგა 31 სხვადასხვა სახისა და ხასიათის შეხვედრა. მოეწყო 12 ექსკურსია. ერევანში, ბაქოში, შექსვა აუჩი წაბანავე კერასიმე პეტროვის ახლა ვართ. გამარჯობა. ამ ვაშკაცის ნათლობა ხომ არ იყო შარშაცი რომ იკეიფეთ? სწორედ ეს გახდათ. აბა, ჩამოვარდი ხელი ვაშკაცურად. ჩამოვარდი ბაბუ ხელი. ხომ იცი ეს ვინ არის? ჩვენი მართველი.
საჭირო უფრო მეტი განცდა გუშინ უკეთ გამოგდიოდა დამშვიდით კეთება დამშვიდით прошу вас о не буди меня მოგახსენეთ მეტი შთაგონება და ბუნებრივობაა მეთქი საჭირო აი მსმინეთ აი о не буди меня Россия, перьяркам. Боже мой, какой кретин. Он домой ругалот пгера. Ай. Турат, штагоне бит, камсти. Аба, Давид, слушай. О, не буди меня. Сначала, пожалуйста. Прошу вас. О, не буди меня. Хорошо, Гарго. Это баткан даиралет. Мисс Минета и Ругорик неба. Кто колбатона? О, не буди меня, дыхание весны. Дайте, батона, дайте. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ვერტერის არის ერთ-ერთი ურთულესია სოფლიო ვოკალურ რეპერტუარში, მაგრამ აინც სადოთ. О, не буди меня. О, не буди меня. Ой, რა ვქნა კაცო, აბა, დამშვიდით, დაწყნართით და ისე. აბა, მოვემზადოთ. О, не буди меня. კაცო, დამიგდებული კარგად მეტი შთაგონებით, ჩემო კარგო მეტის განცდით. О, не забудь меня. Винаштери, не забудь, Кера, о, не буди меня. Ехал кидега. Аба? О, не буди меня. Нас შეიძლება კაცო. აბა, დავიწყოთ. О, не буди меня, дыхание весны. Ми. О, не буди меня, дыхание весны. Ми. О, не буди меня. Ми. О, не буди меня, дыхание весны. О, не буди меня, дыхание весны. О, не буди меня, ты не
დაჯილეთ მაგსარიელი სახელით ისეთი ვიდიგია буря грянет и все развеет Apollo ჩეხური ლუდი მოიგანეს в долину к вам певец иной придет. Напомнит он дней былых обаяние, грустным взором окинет широкий ორას გიცხვის ახლა ვინმეს რა. ვიღაც ახლა სიგარეტი ქონდა და მომერე სიგარეტი რა. მომერე ბიჭო ერთი ცალი სიგარეტი რა. არა ჭაჭანება რომ არ დადის რა. მომიგეთ რა. მოდი რა. მედიკოს ეზოში წავიდე. კიბეზე დავიზეთ და დილამდე ვიმზარო. არა საცეცხარი მეზობლები ყავს. ვის ყავს? ერთი რამე სიტყოდენ და მერე მეიცი. რა უნდა ხასაჭი. ქალიშვილო გოგონა სადგოდი მუცა გარსევან შენ ახარ როგორ შემაშინე შენ კი რა გითხარი შენ გალბატონო როგორ ბედა ვამშვაღამით ქუჩაში სერნობას რა მოხდა მერე ზემინართან ვიყავი და ცოტა შემოგვიყვება ზემინარს მოგწე მე შენ როგორ ახარ კარგად დეიდა ჩემი როგორ არის რა უჭირს რა დედა ჩემი ისიც კარგად არის კი კითხულობდა სწორად რატომ არ გამოივლისო არა დღეს მინდოდა ამოსვლა მაგრამ ამხანაგებთან შერჩი არა მაინც როგორ ბედა ვამშვაღამით ქუჩაში სერნობას თვალები და ხულიგნებითაა ქუჩა სავსე წამოდი გაგაცილებ ტაქსი დიდი მადლობა. ერაგიტეთ როგორი დაღლილი ხარ. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობთ. როგორი გჭამპელია. რაბზენა შტავას კაზე. თქვენი გვარი შეიძლება. რაში დაგჭირდა შეიძლება. რედაქციას უნდა მიწერო. რა უნდა მიწერო? აი ამის შესახებ. მაინც რა გვარი ხარ. არა, не сочирно. Я прошу.
მითხარით რა გარიხარ? კარგად წამდებოდა.
еще есть. А в конце посмотрим, что ли? Посмотрим. Дай 5. Пожалуйста. შეიძლება გაწო. ორი კაინე ფეხებს აი თუ შენ სტუდია მაგალ დურა კურსენი არა ბომბა ბაკაინე მაშინ დურა კი ერა დაიმა დავასუდი არა გოიმო ფოგორა რის ოკლა გაწი შეკაი გაწო ბინა ხაზა Слушай, подожди, я ударил водки. А ты вообще футбол не понимаешь? Азиера. Этим бокалом я хочу выпить за нашу любовь. Сегодня была ничья, но ничего. За нашу любовь. Хорошо, то, что хорошо кончается. Могло будем здоровы. Есть рад савод, Анем. Будем человек. Дорогой мой, пожалуйста, к нам. Благодарю. Я вас очень прошу. Пожалуйста. Спасибо. Пожалуйте. Сейчас. Сядите. Сергей Анатольевич. А мы не беспокойтесь, не беспокойтесь. Робби, дай ему бокал. Прошу. Дай, Геннадий, дай бокал. Я люблю компанию. Мы тоже. Пусть будет там. Сядите, Наливай. Сядете, Я с аэропорта. Так, только что прибыл. Добро пожаловать, добро. По какому поводу собрались? Футбол. Ну, Лёша, очень приятно. Правда, проект. Где Миша? Большое спасибо. Я тут даукать, что брать. Геннадий. Гурамджан, видно хорошая музыка. О, здорово. За наше знакомство. Хорошо сказал. Спасибо. Я не умею танцевать. Опа. Володя, дорогой. Сейчас и стоится, Салатанем. Ай, Володя, Геннадий. Апрель. Шат апрель. Выпьем. Вот эти. Апрель. Да. Ходи. Да. Ура! Гачер. Гура, меня, до свидания.
Гурамджан! Серго! Отлично время провели! Тащи! Смотри, как весело было! Счастливо! Не забывай нас! Тишина! კარგად იყავით, იცი რა ბიჭები არიან? Приезжай, Ереван, Гурам! Антипу маэстро! Гурамджан, Адемучун! Богатый парень, столько денег потратил! თუ შეიძლება ერთი მაინც მასწრებ. აი საერთოდ. გუშინი ხელფასს და დღეს მაინც არიან. რა ქნა? შევამეხარ. ავადა. მადლობა. იცი.